ქალბატონო, პირველ რიგში მინდა რომ შეაფასოთ ის რეიტინგები და ის კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა სულ რამდენიმე დღის წინ, სადაც პარტიებს აქვთ პარტიების რეიტინგზეა საუბარი და მათ შორის მართველი პარტია კვლავ ლიდერობს ამ რეიტინგებით 65%-იანი მხარდაჭერა აქვს ნაციონალურ მოძრაობას და ასევე მაინტერესებს თქვენი აზრი ქართული ოცნების რეიტინგთან დაკავშირებით 25% ის ეიფორია, რომელიც იყო ამ პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ხომ არ ფიქრობთ რომ ამ რეიტინგმაც დაადასტურა რომ ეს ეიფორია გარკვეულწილად უკვე გადაიარა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად ამ კვლევას რაც შეეხება ძალიან საინტერესო კვლევა არის, დადებითი ტენდენციები არის ზოგადად გამოკვეთილი. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგს, მე მიმაჩნია რომ ეს არის ასებით ლოგიკური და ბუნებრივი შედეგი, რაც დადგა იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ჩამოყალიბებული პოლიტიკური მოძრაობისთვის, როგორც არის ქართული ოცნება 25%-ის ასებით რეალურია, თუმცა ასევე სხვადასხვა ბევრი ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია სუფთა პოლიტიკა ჩვენი ორგანიზაცია აჟღერებს, ბუნებრივი იყო რომ მართველი პარტიის რეიტინგიც გაიზრდებოდა, ვინაიდან ჩვენი აზრით საზოგადოება უფრო კონსოლიდირებული გახდა საერთო საფრთხეების წინააღმდეგ და ბუნებრივია რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო და ჩვენი აზრით შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს მართველი პარტიის რეიტინგი არჩევნებამდე. კონსოლიდირებული გახდა მართველი პარტიის ირგვლივ, ანუ რა საფრთხეებს ხედავდა საზოგადოება და რატომ გაერთიანდა მაინც რატომ მოხდა ეს კონსოლიდირება მაინც მართველი პარტიის სასარგებლოდ? მოგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია სუფთა პოლიტიკა სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ უკონტროლო დიდი რაოდენობით ფულადი მასების უკონტროლო შემოდინება აკონტროლოს ქვეყანაში და აი საერთაშორისო სტანდარტების შესრულებას თვალყური მიადევნოს, რა თქმა უნდა, როდესაც გაჩნდა საფრთხე, რომ ქვეყანაში შეიძლებოდა პოლიტიკურ კორუფციას ადგილი ქონოდა და მით უმეტეს, როდესაც დემოკრატიას დაემუქრა საფრთხე ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლისგან, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ჩვენი საზოგადოება მეტად კონსოლიდირებული გახდებოდა. ამასთანავე გამოიკვეთა საქართველოს ევროკავშირის შორის დადებითი ტენდენციები, თქვენ როგორც იცით, კომისიონერმა ფულემ გამოაცხადა, რომ ძალიან მალე დაიწყება საქართველოს და ევროკავშირის შორის ხმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება და ბუნებრივია ამანაც შეუწყო ხელი, ვთქვათ, დადებითი ტენდენციების განვითარებას მართველი პარტიის რეიტინგებში. ამასთანავე ჩვენ მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავი მოვლენაა ის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა აცნობიერებს, რომ რუსეთი წარმოადგენს ქვეყნისთვის საგარეო საფრთხეს და მე ერთხელ უკვე აღნიშნე და კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებას რეალურად შეუძლია გააცნობიეროს რა რისკებისა და გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. რეალურად ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ხელი უნდა შეეწყო მართველი პარტიის რეიტინგების ამაღლებისთვის, თუმცა აქვე დავძენ, რომ 25%, ცუდი პროცენტი არ არის ახლად შექმნილი ორგანიზაციისათვის. როგორც ქართული ოცნება არის. ნინო, კითხავთ, როგორ აფასებთ კონტროლის პალატის მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ განცხადებებს, რომლებიც ეხება ბიძინა ივანიშვილის თანხების მისივე ორგანიზაციებიდან, შეპესეებიდან ქართულ ოცნებაში გადმოდინებას და შემდეგ ისევ უკან გადაგზავნას და გაქვთ თუ არა მსგავსი ინფორმაცია, მსგავს დარღვევებზე კიდევ სხვა სახის ინფორმაცია? მადლობა კითხვისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ელიტბურსთან დაკავშირებით მეკითხებით ალბათ, აბსოლუტურად აი ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან გავს ფინანსურ მაქინაციას. ფინანსური მაქინაციისთვის დამახასიათებელი არის ის, რომ ის კონკრეტული პიროვნება უშუალოდ კი არ არღვევს კანონს, არამედ კანონის შემოვლის გზით ცდილობს, რომ კონკრეტული არაკანონიერი მიზანი მიაღწიოს. სწორედ აი ამას ძალიან გავს, იმიტომ რომ ფაქტებს თუ დავაკვირდებით, ერთი და იმავე ფიზიკური პირის, ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაფუძნებული ორივე ორგანიზაცია და ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში მოხდა თანხის გადატანა და შემდეგ მოკლე დროში უკან დაბრუნება. სწორედ აი ეს აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ ქონდა ადგილი ფინანსურ მაქინაციას. ჩვენი ზოგადი შეფასება ასეთია, რომ სწორედ აი ამ ფაქტის გამოვლენის შემდეგ კიდევ უფრო კარგად დავინახეთ, რომ მიზანშეწონილი იყო ქვეყანაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. რაც შეეხება მსგავს შემთხვევებს, ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას და თუ კი ასეთი რამე შემთხვევა კიდევ იქნება და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეჭვის საფუძველი არსებობს და კითხვის დასმის საშუალება არსებობს, ჩვენ იმისთვის ვართ, რომ საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია გამჭვირვალე გავხადოთ.
თუ შეიძლება დაგისვათ კითხვას, ქართულ ოცნებაში ზოგადად ესეთი ტენდენცია არის ახლა, რომ ისინი ჯგუფებად არიან დაყოფილი და ყველა თავის მიმართულებით მუშაობს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობაში ისინი ერთნაირ განცხადებებს აკეთებენ კონკრეტულად მომხრე არიან, რომ რუსეთთან დაალაგდეს ურთიერთობა, ოღონდ ეს მოხდეს დასავლეთისკენ ჩქარი ტემპით ცვლის პარალელურად და ისინი არ ამბობენ ბოლომდე, თუმცა აცხადებენ, რომ ეს შესაძლებელია, რომ პუტინი ამის ესე ჭყალებში ვთქვათ, ნებას მოგცემს ვიარო დასავლეთისკენ და პარალელურად ის ხელს არ შეგვიშლის და დაალაგებს ჩვენთან ურთიერთობას. როგორ ფიქრობთ, რა გეგმა შეიძლება არსებობდეს, ან რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთი ამ დათმობაზე წამოვა? დიდი მადლობა კითხვისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ახლა ხანს გამოქვეყნებული კვლევის ლოგიკური შედეგი ერთ-ერთი იმაში მდგომარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა რადიკალური ცვლილება გააკეთეს პრიორიტეტებში. ეს იყო კონკრეტულად ჩვენ ვიცით, რომ ბატონი ბიძინას გამოჩენამდე ისინი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და ევროპასთან, ევროკავშირთან ინტეგრაციას აცხადებდნენ პრიორიტეტულად, ხოლო ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მის გარშემო დაიწყეს პოლარიზაცია, მათ შეცვალეს ეს პრიორიტეტები და განაცხადეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არის უფრო მნიშვნელოვანი. ეხლა რამდენად პუტინი არის დემოკრატიის მომხრე და საერთოდ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცეებთან ინტეგრაცია გულისხმობს პირველ რიგში ღირებულებებს, ისეთ ღირებულებებს, როგორც არის დემოკრატია, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ადამიანის უფლებები. ეხლა როგორ შეიძლება, რომ არადემოკრატიულმა, ტოტალიტარულმა, დიქტატორულმა რეჟიმმა მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ყოველგვარ ადამიანის უფლებების უგულვებყოფელ სისტემასთან ინტეგრაცია. ეს არის ორი ურთიერთგამომრიცხავი დებულება და ბუნებრივია თუ კი ჩვენმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, რომ უფრო პრიორიტეტული არის პუტინის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ამას საერთო არაფერი არ აქვს არც დემოკრატიასთან, არც საბაზრო ეკონომიკასთან და მით უმეტეს არც ევროპულ ღირებულებებთან. ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი ცნება არის. ბუნებრივია, ეს არის ჩვენი აზრით ეს არის მათი პოზიციის რადიკალური ცვლილება, რაც აისახა კიდეც კვლევაში. და საზოგადოებამ ჩემი აზრით ეს კარგად გააცნობიერა და მათი აზრი გამოვლენილი იქნა კონკრეტულ რიცხვებში და პროცენტებში. თქვენ აცხადებთ აი თავიდანაც თქვით და ისედაც როდესაც დაფუძნდა სუფთა პოლიტიკა, მაშინაც იყო გარკვეულად ხაზგასმული, რომ თქვენი ორგანიზაცია შეიქმნა იმისთვის, რომ აკონტროლოთ რუსული ფულის არ შემოდინება ქართულ პოლიტიკაში. და განცხადებებს ძირითადად აკეთებთ ბიძინა ივანიშვილზე. გარდა ამისა, სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც თუ გაქვთ ეჭვი, რომ ისინი რუსული ფულით ფინანსდებიან, რომელი პარტიებია ისინი და ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე ებრალიძე აპირებს მესამე ფრონტის შექმნას, მესამე ბლოკის საარჩევნოდ და თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და აპირებთ თუ არა აი ეს მესამე ბლოკიც გააკონტროლოთ, რომელშიც ავარაუდოთ ნინო ბუჯარაძე, კახა კუკავა, ალექსანდრე ებრალიძე სახელდებიან და ლევან გაჩიჩოვაძე. რაც შეეხება ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მიზანი არის არა რუსული ფულის კონტროლი, არამედ პოლიტიკური პარტიების და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტების ფულადი სახსრების და ფულადი ბრუნვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება. რაც შეეხება კონკრეტულად რუსული ფულის შემოდინების კონტროლს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი საფრთხე არის და ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენთვის, თუმცა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის შესახებ, ყველა პოლიტიკური პარტიის ფინანსური ბრუნვების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, თუმცა არსებული რისკებისა და გამოწვევების მხარდახარ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვაკონტროლოთ თუ როგორ ხდება ქართული ოცნების ფინანსური სახსრების ბრუნვა, ვინაიდან ჩვენი აზრით ეს ყველაზე დიდ რისკს და საფრთხეებს შეიცავს დღესდღეობით საქართველოში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაპირებთ ახლა ძალიან მალე ვებგვერდი გავაკეთოთ და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ვებგვერდზე გვინდა გამოვაქვეყნოთ ყველა პოლიტიკური პარტიის შესახებ
შესახებ ინფორმაცია, ასე რომ თუ ეხა კონკრეტულად არ ვფლობ მე ინფორმაციას ალექსანდრე ებრალიძე რას აპირებს და მისი გუნდი, თუმცა თუ გაჩნდება ესეთი შემთხვევაც ჩვენ რა ბუნებრივია დავინტერესდებით. ანუ კაპიტანინო შესაძლებელია ან თქვენი საუბრიდან გამომდინარე შესაძლებელია თუ არა ჩავთვალოთ რომ სუფთა პოლიტიკა მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს მათ შორის ქართული ოცნების ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს რომ კაფიოთ და კონკრეტულად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით რუსეთი თუ იგივე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და თქვენ როგორ ფიქრობთ დააფიქსირებენ თუ არა ისეთ სარსახა პასუხს ის პოლიტიკური ძალები რომლებიც ამჟამად ბიზნე ივანიშვილის ირგვლივ არიან შეკრებილები აი ამ კითხვაზე რუსეთი თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჩემი აზრით მათ უკვე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის დალაგება გამოაცხადეს რაც თუ დავფიქრდებით პრინციპში შეუძლებელი არის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ვიცით თუ როგორი განზრახვები და მიზნები აქვს რუსეთს საქართველოსადმი ძირითადად, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ იქიდან ქართულ ხალხს რა უნდა და მრავალი სოციოლოგიური კვლევის შედეგად ჩვენ ვიცით რომ ქართული ხალხისთვის პრიორიტეტული არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებთან ინტეგრირება და არა პუტინის რუსეთი. ასე რომ ამ შემთხვევაში ჩემის აზრით ოპოზიციურმა სპექტრმა რომელიც გაერთიანდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო უკვე გააკეთეს თავიანთი არჩევანი ამ შემთხვევაში ქართულმა ხალხმა თვითონ და გადაწყვეტოს და ამ კონკრეტულ მოვლენას თვითონ გაუკეთონ შეფასება. თქვენ ძირითადად საუბრობთ ფინანსებზე, დაფინანსება, აკონტროლებთ პარტიების დაფინანსებას. მაგრამ მაინც მინდა კითხოთ და იქნებ შეაფასოთ, როგორ აფასებთ იმას, რომ ქართულ ოცნებაში არის ბევრი მოქალაქეთა კავშირის დროინდელი სახე, ისინი ვინც ხშირად კორუფციასთან იყვნენ თავის დროზე გაიგივებული და ამას გარდა ახლახანს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე განიხილება გია ხუბუას სახელი და გვარიც და პატარა შეფასება რო გამიკეთოთ. ზოგადად ჩემის აზრით, აი კორუფციულ რეჟიმთან დაკავშირებით ქართულმა ხალხმა 2003 წელს გააკეთა არჩევანი და არა მხოლოდ კორუფციულ რეჟიმთან დაკავშირებით შევარდნაძის აი ტოტალიტარულ რეჟიმთან დაკავშირებით 2003 წელს ქართულმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და მკაფიოდ დააფიქსირა ვარდების რევოლუციით, რომ მას არ უნდა ასეთ სახელმწიფოში ცხოვრებაში საბამისად თვითონ არის ფაქტიც რომ ის ჩინოვნიკები ბრუნდებიან ბატონი ბიძინას გარშემო ვისაც რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არათუ ეჭვები არამედ პირდაპირ არსებული მტკიცებულებები არსებობდა რომ ისინი კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართული და მთელ ამ კორუფციულ მანქანას ემსახურებოდნენ თვითონ მეტყველებს ამ ფაქტის უარყოფით ბუნებაზე. კაპიტანინო, იგივე ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ არიან, თქვენს ბრალდებებზე, რომ ეს არის რუსული ფული და ეს შესაძლებელია იყოს არაკეთილ სინდისიერად გამოყენებული, ამაზე აქვთ თავიანთი არგუმენტი, რომ დიდი ხნის განმავლობაში, წლების განმავლობაში ის ასოეთ ამ ფულით ფინანსდებოდა ბევრი პროექტი, რომელსაც შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ხსნიდნენ თუ მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფინანსდებოდა ეს პროექტები და აი მაშინ რატომ არ ქონდათ პრეტენზია, ასეთი არის მათი არგუმენტი და კითხვა, კონტრკითხვა. კი ბატონო, როცა ამ კითხვის არსზე დავფიქრდებით, ყოველთვის უნდა ამოვიდეთ თვითონ ცნება პოლიტიკური პარტიიდან, რას ნიშნავს ეს, რას ნიშნავს საარჩევნო კამპანიის ჩატარება და რას ნიშნავს დემოკრატიულად არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ერთია ქველმოქმედება, ერთია სახელმწიფოსთვის დახმარება და მეორე არის როგორ გინდა რომ შენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი გახდე, როგორ გინდა რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. აი ამ ორს შორის თუ მკაფიო მიჯნას გავავლებთ, ჩემს აზრით მარტივი იქნება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.